და ძალიან ტექნიკური მოქნილი. შემატკივრებით ძალიან ბევრი ყავს იური ლომაძეს. დაუბრუნდა 72 კილოგრამულ კატეგორიას, ის 2 წელი ასპარეზობდა 67 მეტრში. ნუ ისიც ვთქვათ, რომ ეს იყო ოლიმპიადაზე ოლიმპიური წონაა 67 ცოტა დააგდა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრილი იყო, ასევე 77 კილოგრამში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეძლო მან. ძალიან გამოცდილი, ტექნიკური, კარგი სპორტსმენი. იური ლომაძე უპირისპირდება ბანერი იური ლომაძისა გადმოფენილი თავისი კომაგების მიერ. უპირისპირდება ძალიან ბრძოლის უნარიან ახალგაზრდა 20 წლამდელთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს გიორგი ჩხიკვაძეს. კვადზე რაღაც თითქოს უფრო ლომაძე მაინც ყარად დგას. ლომაძე არ აძლევს საშუალებას, ძალიან სახიფათოა ლომაძესთანაც გახსნილი კიდეობა, რადგან ილეთების ძალიან დიდი არსენალი აქვს. ზუსტად რაღაც ეგეთი შეგრძნება დამეუფლე, ხლა ასე მგონია ნებისმიერ წამს შეიძლება იფეთქოს. არა ერთხელ გვინახავს ველოდებით და იური ლომაძეს ძალიან ლამაზად შესრულებული ილეთი. წუთი მიილია, მსაჯები ეუბნებიან ჩხიკვაძეს მოუწოდებენ კიდევ და კიდევ გააქტიურებისკენ. თორემ მას ცნობენ. აი ძალიან ლამაზი დასაწყისი იყო, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლო დაამთავრებინა ილეთი. კინაღამეს აფეთქება ვიხილეთ ახლა. სწორედ ეს ხდის ძალიან საინტერესო ჟიურის ჭიდაობას. არაპროგნოზირებული. ჩხიკვაძე ძალიან გამოცდილი. ძალიან კარგი ფუნქცია, საოცარი ფუნქცია აქვს, ძალიან კარგად იბრძვის, ბოლომდე იხარჯება. აი ახლა შემჩნევა და გაფრთხილება კულა ჩხიკვაძეს და შესაბამისად ერთი კულა მიიღო ლომაძემ დაწინაურდა ის და მეტოქე დააყენებინა ჩოგჯეში. ჩოგჯეში მას ასაულები უკეთ, თუნდაც გუშინდელი დღე გაუჩნდება. ძალიან ლამაზი ეფექტური გდებებით, განსაკუთრებით ნახევარფინალში ეს პირველი ოთხგულიანი. ჯერ როგორც პირველი შემჩნევა მიიღო ლომაძემ. თუ ეს მოქმედება ისევ გამეორდება, უკვე მსაჯი ვალდებულია განაგრძოს შეხვედრა დგომში, მაგრამ ლომაძე მეორედ აღარ დაუშვა შეცდომა და მიეცა შანსი. ჯერჯერობით კარგად იცავს ჩხიკვაძე. მეორეჯერაც გაიქცა ჩხიკვაძე. მეორეჯერაც გაიქცა, მიეცა შანსი ახლა. ლამაზი შეიძლება გააკეთა იური ლომაძემ. თითქოს და ძალიან რთული უხერხული მომენტი იყო. და ხუთკულად შეაფასეს ეს. აი შანსი ამოსკვია. ახლა თითქოს არაფრისგან როგორი ეპიზოდი. არაფრისგან შექმნა საოცარი ილეთი. ორჯერ თუ სამჯერ გაიქცა ის 60-ზე და მაინც ბოლომდე მიიყვანა თავისი ჩანაფიქრა. დაახლოებით 5 წლის წინ სწორედ ეს ილეთი გაუკეთა შმაგი ბოლქვატისაც საქართველოს ჩემპიონატის ფინალში, როდესაც ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ანგარიში საკმაოდ სოლიდურია 6-0. და ჯერ მხოლოდ პირველი პერიოდი არც კი აი 4-2-ზე და ანგარიში 10-2-ია. აშკარა უპირატესობით ლომაძე ხდება საქართველოს ჩემპიონი, ხოლო გიორგი ჩხიკვაძე პირველი პერიოდში 2 წუთი ნახევარი ცოტამეტი. იულოცოთ ლომაძეს და ოზურგეთს მის კომაგებს ეს 4-ვე შეხვედრა იური ლომაძემ განვლო ძალიან ლამაზად. 4-ვე შეხვედრა ქულების აშკარა უპირატესობით დაამთავრა. და საქართველოსაც მიულოცეთ, რომ ასეთი ღირსეულ მართლა გამორჩეული ჩემპიონი იყოს. 72 კილოგრამში საბოლოოდ კვარცხლბეკი ასე დაკომპლექტდა ჩემპიონი იური ლომაძე, ვიცე-ჩემპიონი იური ლომაძე ოზურგეთი, ვიცე-ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე.